ჩვენი სარეცელი, რო ვთქვა, ჩვენი აკვანი, ცხოვრების აკვანი იწყება სოხუმიდან. ეს არის ის კუთხე, სადაც ჩემი ბებიის მხარე ეფრემაშვილები უდიდესი ხალხი იყვნენ. ეს იყო ბესიკო ეფრემაშვილი, დედარე ხალხი ძალიან. იმ პერიოდში ცხოვრობდნენ სოხუმში და მაგათმა ბაბუა მორდიხი წაიყვანეს სოხუმში. ასე რომ მამაჩემი სოხუმში დაბადებული, მისი ძმადანი სოღალანი სოხუმში დაბადებული. პირველად სოხუმს შევხვდი ბავშვობაში, როცა რომ ოჯახურ ალბომებში სურათები აღმოჩნდა. შავი ზღვის ის გალესილი დამგვრალებული ქვები, დაყრილი ასე ქვიშასავით, ქვეყანა ქვა, ხო და იქ ბავშვებით სურავობენ. და მე პაპიკოს ვეკითხები, პაპა ეს ვინ არიან ეს და სად არის ეს და ესო მე ვარო და ეს ჩემი დები არისო. სად არის ეს? სოხუმი. და ასე გავეცანით ჩვენ ბავშვობიდან პირველი ჩაბეჭდილება სოხუმთან დაკავშირებით ეს იყო ეს სურათები, რომ ვთქვათ, ფაქტისინე დავდიქი, რომ აი ეს ხალხი ცხოვრობდა იქ. ეს არ არის უკვე მოგონება ბაბუასი, ბებიასი სოხუმში ჩვენ ეს გავაკეთეთ, სინაგოგაში ვიყავით მოსამსახურეთ, ჯამაც ვეხმარებოდით, რაბის ახლობლები ვიყავით, არავით არის. ეს უკვე ჩამსვა ამ სურათმა პირდაპირ სიტუაციაში, რომ აი ეს ოჯახი სოხუმიდან არის წარმოშობით. და თან იხსენებენ სპორტულ შეჯიბრებები როგორ კეთდებოდა ზღვაში ცურვაზე და როგორ თამაშობდნენ ბავშვები და ასეთ რაღაცები და სივრცე სად გაიზარდნენ, როგორ მოვიდნენ, რამ გამოიწვია სხაკაიაში სენაკისკენ წამოსვლა. სულ ყველაფერი ეს ისტორიები მერე შემდეგში მოდის. ასე რომ ჩვენი ოჯახის აკვანი ეს არის სოხუმი. აქედან იწყება, სოხუმიდან იწყება. მე ყოველთვის ვამბობ, მეკითხებიან, თქვენი ნაციონალი, სიდან ახართ? ამერიკაში ინტერვიუ გაკეთე ტელევიზორში მეკითხებიან, რაბი, სიდან ბრძანდები თქვენ? და ვიგებუნები ასეთი სიტყვით, I am Georgian, I am Hebrew from Georgia. პირველი, მე ვარ ქართველი. იმიტომ მე საქართველოში დავიბადე. Citizen, ჩემი მოქალაქეობა, პირადობა, ჩემი პირველი ფეხზე დგომა, ჩემი პირველი სიტყვის ამოღება, დედა. ეს არ იყო ივრითულ ენაზე ბოდიში? ეს არ იყო ინგლისურ ენაზე? ეს იყო ქართულ ენაზე. აი, მე ამ მიწა-წყალს ვეთაყვანები და დღევანდამდე ვემსახურები. იმიტომ მიყვარს. მე აქ ვარ დაბადებული. მე შეიძლება ცხოვრებაში ბევრ ამის მივახციო. დღეს მეტრო 72 ვარ სიმაღლეში. ხოლო ის პატარა ბავშვი, რომელიც საქართველოში დაიბადა და საქართველოდან გამოვიდა, რამდენი წლის ვიყავი? 4 წლინახევრის, 5 წლის სასაკში რომ დავტოვე საქართველო. რა ვიყავი? მოდი ვთქვათ, სიმაღლით. სულ რა ვიქნებოდი? დაუშვათ მეტრო და 10. ის ხო ჩემშია. ის ბავშვი არსად არ გამქრალა. ის ბავშვი ამ ტანში დებს. ის ბავშვი უყურებს ყველაფერ. ხოლო იმ ბავშვმა თვალები გახსნა. იმ ბავშვმა მეტი ლაპარაკი დაიწყო. სხვა ენები შეისწავლა. სხვა სივრცეს გეცნო. ხოლო ის ბავშვი კიდევ იგივე ადამიანია, რომელსაც ის სურათები ახსოვს. ის კინის გზა სენაკში, ის სურათი, რომელიც ნახა, მშობლების სურათი. ბაბუა ბების სურათი, ძველი სინაგოგის სურათი სოხუმის, სასაფლაო წინაპრების სურათი სოხუმის. ეს ყველაფერი აგდებს შიგნით. ხოლო ამას უნდა გამოვიდეს, იმ პატარა ბავშვს უნდა რომ გამოვიდეს გარეთ, იყვიროს და თქვას რომ მე ჩემს სოხუმს დაუბრუნდი. მე ჩემ მამა პაპას კიდევ ხედავ, თუ ვერ ვეღირსე მათ ცოცხლებს ვერ ხედავ. მკვდარ მაინც პატივცემ, ქვას მაინც დაუგებ. სიტყვას მაინც ვიტყვი, კადიშ მაინც მოუყვები, ათკაც მაინც შეუყრი და ვეტყვი მიცვალებულს რომ თქვენ დავიწყებას არასოდეს არ მიგცემთ. იმიტომ რომ წასული და დღევანდელი ყველა ერთია. არ არსებობს წასული, დღევანდელი, ხვალინდელი. გამჩენის წინაშე ყველაფერი არის ერთი და ჩვენ ვართ ადამიანები, იმიტომ რომ ამ გაგებით ცხოვრობთ.
და არ ვივიწყებთ ჩვენ წასულს, მამავალის დიდი გვექნება. რამდენად მინდა და გულში მიდევს, რომ კიდე ერთხელ ჩავაკითხო იქაურობას. ჩემთვის არა პრობლემა იქ ჩასვლა. მე ამას ღიად ვამბობაგერ. მსოფლიო რაბინიც ვარ, ჩემთვის ყველა გზა ხსნილია. მე თუ მინდა იქ ჩასვლა, ჩემთვის არა პრობლემა რომ ჩავიდე. მე არ მინდა ჩასვლა კოშკიდან. მე არ მინდა შემოპარვა. მე მინდა ღიად, როგორც ამაყი, ქართველი და ებრაელი. ლაპარაკობენ ჩვენი სოხუმი, ჩვენი აფხაზეთი. ამ ქართველ ხალხს მე ვეთაყვანები, ვემსახურები, რომლებიც რომ რეალურად არ კარგამენ რეალურ სიტუაციის გადახედვას, ხოლო ემოციონალურად რჩებიან იქ, სადაც უნდა იყვნენ და ეკუთვნიან. იმედი მაქვს, ის ემოცია გახორციელდება და რეალობაში გადაიქცევა. სოხუმი დაბრუნდება და დრო დადგება ეს ბავშვი, ის პატარა იაკობი, ის 90 სანტიმეტრიანი პატარა ბავშვი კიდევ ამოხეთქავს მისი სიტყვა და ილაპარაკებს სოხუმის სინაგოგაზე. დავდგები და იქ კიდე კარგი ლექციები ჩავატარებ, ეს დროც ადგება. მამაჩემი იყო ბავშვი 11 წლის ასაკში, როცა რომ დიდმა სენაკის რაბი ბენციონ ეფრემაშვილმა, უდიდეს კაბალისტმა, ჩამოიყვანა სენაკში და გამოზარდა მის მოწაფედ. მამაჩემს აბრამი ქვია. რაბი ავრამ გაგულაშვილი. ამ რაბის შემდეგ მამაჩემი ბრძანდებოდა სენაკის თავარ რაბად. სანამ წამოვიდოდით სენაკიდან, მამაჩემი იყო 29 წლის, როცა სენაკი დატოვა და ჩამოვედით 72 წლის იანვარში დასაწყისში, 1 იანვარს უკვე ჩვენ ვიყავით ისრაელში. რო ჩავედით ისრაელში 76 წელს გაუშვა ისრაელის სახელმწიფომ, თავარ რაბად იყო დანიშნული ბრაზილიაში, არგენტინაში, პერუ, ამ მთელ ამერიკის სამხრეთის მხარეს იყო მამაჩემი რაბად, უდიდესი რაბი, ცნობილი რაბი, იგივე სენაკში დიდი რაბი განთქმული, 29 წლის ასაკში ამოსული ისრაელში, 33 წლის ასაკში უკვე გაუშვა ისრაელის სახელმწიფო მიცნო ცნობილ ადამიანად, ნასწავლ ადამიანად. და უნდათ რომ ებრაელებში გამაგრება, გაძლიერება, რწმენის იმ კუთხე დაკარგულ კუთხეებში და პაპი გამოირჩიეს მამაჩემი და პაპა ჩავიდა იქ რაბად. რაბი ბენციონ ეფრემაშვილმა წინასწარმეტყველა მამაჩემს და ასე უთხრა. მამა იყო მაშინ 17-18 წლის ასაკში და რაბი ეუბნება ხედავს და შულზე ხედავს ასე ხმად და ეუბნება. შენო შვილო, სამი ფეხმძიმობა აწერია თქვენ ოჯახობასაო მამავალშიო, რა დაქორწინდებითო. ხოლო შენ 4 შვილი გიყოლებაო. ასეც მოხდა. დაიბადა უფროსი, მოყვა მას მეორე, აგერავარ მე. მოყვა ჩვენ კიდევ 2 ძმა დანი ტყუპები. მე 66 წელს, მაგერი 78 წელს. 2 წლის განსხვავება არის ჩვენში. ბაშორებს. უფროსი ძმა კი დაბადებული არის 64-ის 1 იანვარს. იცხაკი, ის დეპუტატი ისრაელში, ქენესეთში, ეფრაიმ გურის შემდეგ მაგ შევიდა ქართველი ებრაელი, მეორე საქართველოდან ამოსული, მეორე დეპუტატად მაგარი შესული, ისტორია თავისი უდიდესი ისტორია დასწერა მაგ ახალგაზრდამ იცხაკმა, დღეს დიდი ადვოკატი არის, თავის ოფისი აქვს უდიდესი ტელ-ავივში და რეჰოვოთში, ვაჟკაცი გამოჩენილი, უდიდესი მწერალი, ჟურნალისტი, სოხუმზე, ჩვენ ფესვებზე, საქართველოდან ამ დიდ რაბიზე რაბი ბენციონ ეფრემაშვილზე მისი ნამუშევარი იწერება. ასე რომ, აქედან მოდის ჩვენი ოჯახის სოხუმის გაცნობა და სოხუმიდან სენაკში გადასვლა და მამაჩემის სენაკში გადასვლამ გადმოიყვანა მშობლებით სენაკისკენ, შემდეგში და ასე რომ სენაკისკენ გადავედით. ხოლო ჩვენ არ დაგვიწყნია ის სოხუმი. ჩავედი სენაკში. დავდრიალდით ცოტა ქალაქში, ვეძებდით ოჯახს, სადაც მე გავიზარდე. მახსოვს ბავშვობიდან ყოველთვის დედიკოს სიტყვები. შვილო, არ დაგავიწყდეთ. წელმანის ქუჩა 11 ნომერი. მოვიძებნე ეს ადგილი. მივადექით ჭიშკარს. ბავშვობიდან სურათი, რაც შემში იყო ჩაბეჭდილი სურათი არ დამხვდა. ჭიშკართან, შემოსავალთან, სახლის შემოსავალთან თამაშობდა დედა გამოდიოდა. ბავშვებო შემოდით და გვიჯდებოდა და სიმღერებით გვიმღერებდა.
გვასწავლიდა ქართულ სიმღერებს. ზოგიერთ უყვირს ეს ადამიანი, რაბინი, ჩემზე ვლაპარაკობ, ჩემ თავზე. ქართულად რო ლაპარაკობს, სიდან, ყველაფერი ოჯახიდან მოდის. დედმამიდან მოდის. მე არ დაბადებული ვარ, შეიძლება დიდი გენიოსი. ხოლო უბრალოდ ოჯახში გაზრდილი ადამიანი ვარ. რაც მასწავლეს, გავასწავლი. რაც მინახია, იმაზე ვილაპარაკებ. აი, დედის სიმღერები. და დედის სიმღერა მაქვს ჩაწერილი. ტელეფონში მქონდა ჩაწერილი. რამოდენი წლის წინ დედას დაუჭიქი და დედიკო, კიდევ ერთხელ მიმღერე ის სიმღერა, მე რომ მიყვარს. დაიწყო დედამ სიმღერა და iPhone-ი დავდები და დედას პირდაპირ ვიღებ iPhone-ში და დედა მღერის. და ჩავრთე კარებთან მისული სენაკში. ცრემლი ჩამამივიდა თვალიდან, რომ გამახსენდა ჩვენი ბავშვობა. და ჩემ თავს მეუნები, აი შენ კიდევ აქ ახარ. შენ იაკობ დაუბრუნდი სახლს. ჩავრთე ეს დედის სიმღერა და დავიწყე ლაპარაკი. კედელო, კედელო, სახოლო, სახოლო. აი ეს ხმა ხო გასვთ. ეს დედა ჩემი. მაგრამ იგივე აქ მაცხოვრებელი ხალი, რომელიც რომ ამ კედლებში იარებოდა. ეს ხმა ამ ოჯახში ისმოდა. ხო გასვთ ეს ხმა. აი ეს ხმა კიდევ აქ არის. დედა ჩემი ცოცხალი აღარა. ხოლო ჩვენ დაგვტევა ცოცხლები, ჩვენ ვართ. და ჩვენ ვიყავით და აქ ვართ, არსად არ წარსულ ვართ. ჩვენ კიდევ ერთად ვართ. საქართველოში ვიყავით, ვართ და ვიქნებით. დრო დადგება და ეს ახლო დროში იქნება ღმერთის წყალობით. კიდევ ყველაფერი შემოbrunდება. მე ლაპარაკობ ჩემს სიმართლეს, მე არავის მერიდება. ასეთი ტიპი ვარ. შეიძლება ბევრს არ მოწონს ჩემი ლაპარაკი. ზოგი მეუნება ეს პოლიტიკური ამბავია, თემა არ შეხვიდე. მე არა ვარ პოლიტიკური კაცი. მე არა ვარ, მე ვარ რაბი. რაბი უნდა ელაპარაკოს სიმართლე. სიმართლე არის, რომ ეს ადგილი ეკუთვნის საქართველოს, საქართველოს უნდა იყოს დამთავრებულია. მე ასე მწამს. სად არის ასე წართმევა, მიგლიჯვა, მოგლიჯვა? ისრაელმა ომებში გაიმარჯვა, ტერიტორიები აიღო. მოვიდა პერიოდი და დააბრუნა ყველაფერი, თელი საინაი. კარგად იცით რომ დააბრუნა ისრაელმა, სადაც დიდი ნეფტობა იყო, სიმდიდრეზე ხელი აიღენ. სივრცეზე აწიენ, დააბრუნეს და ეგვიპტეს ჩააბარეს ყველაფერი. თავის ქარხანებით, თავის ნეფტობით, თავის გაზით, თავის თელი ყველაფრით. აი ეს არის ადამიანობა, რომელიც ჩვენ ომში მოვიგეთ ის. ომში. ომი რომელიც წერმა გამოგვიცხადა. ჩვენ კი არ გავუკეთებია თავდასხმა. ისინი დეგოსხენ, წააგენ. ჩვენ მოვიგეთ. ადამიანობა მაინც ეს არის. და ამაზე ყველამ უნდა ვიფიქროთ. ჩვენ შეიძლება დღეს ლიდერები ვართ, წამყვანები ვართ, მმართველები ვართ სახელმწიფოების. ხოლო ჩვენი ისტორიის ფურცლებში როგორ ჩავიწერებით ხმალზე მაცხოვრებელი ხალხი თუ ცოტა შორმხედველი და შვიდობის მომპოვნელი და მომბზბნელი ხალხი. ცოტა დავთმოთ აქეთ, დავთმოთ იქით, ხოლოთ შვიდობა დავამყაროთ. შვიდობა ვქნათ, ჩამოვაყალიბოთ. მე მინდა რომ ქართულ ხალხსაც მიმართო და უთხრა ასეთი გაგებით. აქაური პოლიტიკური ამბავიც კარგად ვიცით. მე მიყვარს თქმა. რაბი ვარ მხოლოდ, არც ბრმა ვარ და არც ყრუ ვარ. მესმის ხო? თვალშიც ხედავ, ყურშიც მესმის. რა ხდება აქ? ყველაფერი უყურებ და ყველაფერს ვისმენთ და ყველაფერი მოდი ჩვენამდე. თან ვანალიზებთ. იმის უნარიც მოგვცა უფალმა ღმერთმა გავანალიზოთ, გადავხედოთ, გავშიფროთ და ჩვენი პირადი ჩანაფიქრიც ცოტათი გამოვიტანოთ ყველაფერზე. მე რასაც ვხედავ საქართველოში, ძმებშიც უნდა იყოს მეტი სიყვარულობა. შეიძლება სხვა აზრი გაქვს. შეიძლება სხვა აზრი მაქვს. შეიძლება პოლიტიკურად სხვა გზას ემსახურები. მე სხვა გზას ვემსახურები. ხოლო მოდით, არ დავივიწყოთ რომ ჩვენ ყველანი ერთ და იგივე იდეას ვემსახურებით. ვარიგებ ახალგაზრდა ბიჭ და გოგოს ქორწილების წინეთ და ასეთ სიტყვას ვეუბნები მათ. იცი რას მიაგავს ცოლ-ქმრობა? მარჯვენა ხელს და მარცხენა ხელს.
რომელსაც რომ თავი მაინც ერთი აბიათ ორივეს. გრძნობა მაინც ერთი აქვს ორივეს. აი მაგალითი. მარჯვენა ხელი დანამიკავს. დანამიკავი. მარცხენა ხელი პური. მინდა რომ დავპრესო, დავჭრა პური. ჭრი პურს და შეცდომით იმის მაგივრად რომ პური დემეჭრა, დემეპრესა. თითზე ცოტათი, პატარათი დანა ავიდა და თითი გადაიპატრა. სისხლი მომდის. ფაქტია მარჯვენა ხელმა მარცხენა ხელი დააზარალა. მარცხენა ხელმა დაიწყოს ახლა მარჯვენა ხელის ცემა. აი, შებოროტო რა გამიკეთე? შეუჭკო რას მიკეთე მე? კი, მარჯვენა ხელმა მარცხენა დაპატრა. ხოლო მარცხენა თუ მარჯვენას ორივე ერთი თავი არ გააჩნიათ. ერთი გზნობა რა აქ კაცო. გზნობა ერთია. ეს მარჯვენა, ეს მარცხენა, ხოლო ოჯახი მაინც ერთია. ნუ იქნება გაუგებრობა, ნუ იქნება სულ დაჭმა ერთმანეთის. ჩვენ ოჯახი ვართ. პოლიტიკური მხარე ერთი ასე იტყვის, მეორე ისე იტყვის. მე არავის არ უდგები გვერდში. არც უდგები უფლებაში ვინც რომ არის დღეს და არც უდგები ოპოზიციაში ვინც რომ არიან. მე არ ვამაგრებ არც ამას არც იმას. ხოლო სიმართლეს ვიტყვი, სიმართლეს. რატო ჭამთ ერთმანეთ, გამაგებინეთ? შეიძლება ვიომოთ, ვიჩხუბოთ აზრის იდის ფარგლებში. ხოლო არ უნდა გადავიდეს ეს სხვანაირსფეროში. არ უნდა იყოს ეს შხამიანი სიტყვა. მეორე, მე ბატონ ბიძინა ივანიშვილს კარგად ვიცნობ. დღეს კი არ ვიცნობ ვინას მე. მაგას ვიცნობ, როცა იყო ჯერ კიდევ მოსკოვში. თქვენ იცით ეს? არ იყო მაგ აქ ფიგურად. მაშინ იყო მდიდარე კაცად, შათვლილი მხოლოდ. მე მას იმდენი მაქვს მოსმენილი შორიდან, მადლების გამკეთებელი კაცი. ყველაზე მუსლიმანი, ებრაელი, ქრისტიანი. ვინ გინდა? ვის არ ეხმარებოდა? ой რა კაცი მოგცათ ღმერთმა. როგორი გულის პატრონი. მე არ ვიცი პოლიტიკური მისი განწყობა, არ მაინტერესებს. ხოლოდ სახელმწიფოს მართვას გააჩნია ორი გზა. ერთი გზა არის ჩქარა მოუფონო ხალხს. ფული შემოვიდა, ბიუჯეტია, 9 მილიარდ დოლარია ჩქარა გავაკეთო, ლამპუჩკები დამანთო, ფოლორცები გავაკეთო, ქუჩები გავფინო, სახლები ავაშენო, ხალხს რო ვათქმევინო. აი, მიყოფილა. მეორე გზა არის გავიჭირო, ვიფიქრო, განათლებას ჩავყარო, შემდეგ 10 წელიწადი გავისაზღრო წინ და ვიფიქრო სად და როგორ, იმისათვის რომ შემდეგში ხალხს გამოადგეს. პირველი გზა არის ადვილი, ხალხს მოუფონე ჩქარა, დღეს მიიღო გაქრა, მეორე დღეს მშიერი დარჩა. დღეს თუ ტაში დაგეგრა, ხვალ გინებას დაგიწყებს. მეორე გზა გაიმწარებს ცოტათი, მაგრამ ბოლოში დაუთქმება. და ძველიანდეზე არის ქართულად ნათქვამი, ჯერ მწარე ჭამე დაუთკბილი, თუ ეძებ გემუვრებასა. თავიდან მწარე უნდა ჭამო. ცოტა უნდა იარო, შორი გზა, შორი მანძილი, უნდა გაიჭირო შენ, როგორც მშობელი. მაგრამ იცოდე რომ შენ შვილს უკეთესი მამოვალი დახვდება. ბიძინასთვის რა იყო პრობლემა? ჩამოიაროს ვერტალიოტით, $100 აფრიალოსას თბილისში და გენაცვლე. ყველა იყვის შენ გაგიმარჯოს ღმერთმა. ანგელოზი ჩამოვიდა, აი. კი, იმ წუთში ანგელოზია. მეორე დღეს გინებას დაუწყებენ. მეორეჯერ რატო არ მოგწაო? რამდენი შეუძლია ერთ ადამიანს რომ გააკეთოს, მოდიში. რატო ყველას თვალი მაგისკენ? რატო? მოდი ჩვენ ვიფიქროთ, ჩვენ რა უნდა შევძინოთ სახელმწიფოს. გამოვცოცხლდეთ, მუშახელი, ჩაძინებული ვართ აქ, ცოტათი. გამოვცოცხლდეთ. ცოტა ვიმაგროთ, ვიმარჯვოთ. ვიფიქროთ, ჩვენ რა შევძინოთ სახელმწიფოს. ის არ ვიკითხოთ, რას გვძენს ჩვენ სახელმწიფო. თუ დარჩება პოლიტიკაში გამომარჯვოს გამჩენა. თუ არა და თვითონ ის თავის საქმე. მხოლოდ სანამდეც არის, აი ეს მონაცემის გამოვიყენოთ. ამაზე ელაპარაკი. და ვინც იქნება, ჩვენ მას მევეხმარებით, რა თქმა უნდა. იმიტომ ჩვენი აზრი ერთია, რომ თავი შეგვჩეს. მარჯვენა ხელი თუ მარცხენა ხელი, კარგია. ორივეს ერთი გზნობა და ერთი თავი აბიათ. რაში მინდა თუ ერთმანეთ ხოცამენ. ხალხი თუ აღარ არის აქ, არაფერი აღარ დარჩა აქ და ერთმანეთ დახოცენ. რაში მინდა მნეირამე? ცოტა ჭკუით. გამოიღვიძოს მართლა ჭკვიანმა ხალხმა, რომელიც
2 მეტროზე წინ იყურებიან და არა პირად ინტერესებით როჯიან ინტერვიუებში, ტელევიზორებში და ყრიან სიმძულვარეს ხალხში მეტად. ცოტა აზრით, რომ შვიდობა დავამყაროთ და შვიდობა შევქნათ. აი, ამ ხელაუბედურობა ხდება. ამ ხელად წმინდა ადამიანსაც, პატრიარქსაც შეეხენ. როგორ შეიძლება ასეთი რაღაცა? როგორ შეიძლება გამაგებინეთ ასეთი რაღაცები? ესე იგი, არანორმალური სიტუაცია, არანორმალური. მე მას უსურვებ სიკეთეს და ბედნიერებას. ბევრი ტალღებია ცხოვრებაში. თავარია ადამიანმა გაუძლოს. და მაგ ისეთი ძლიერი გიბორია და ვიხმარე სიტყვას ამ გვერდში რომ გიბორი ნიშნავს ძლიერ ადამიანს. ფალავანი ადამიანი, ვაჟკაცი, რომელიც ყველაფერს გაუძლებს, მაგრამ ბევრს გაუძლო. კომუნისტებს გაუძლო. და ვიღაცას ვერ გაუძლებს. ბოდიში. მაგრად იყოს, ზიერად იყოს, თელიერი მის ირგვლივ არის და ჩვენც ქართველი ებრაელები მისი მოსიყვარულე უდიდესი ვართ და ვიქნებით. თუ ის ეკლესიაში გამოდის და მე მეუნება, მეო მიყვარსო ებრაელებიო, მე სინაგოგაში დავდექი ამ კვირაში და ვთქვი რომ მე პატრიარქი ძალიან მიყვარს. ეს ორი მხარედან მოდის. სიყვარული სალმხრევი არ არის, არა. თქვენ გიცხადებთ ჩვენ სიყვარულს ყოველთვის. ჩვენც ყოველთვის გიცხადებდით, ხოლო ეხლა მოვიდა დრო რომ არა მარტო გავაცხადოთ, ვილაპარაკოთ და მისთვის ვიბრძოლოთ და ვიომოთ. და აი მე პირადად ერთი მისი კარგი ჯარისკაცი ვარ. ამ გაგებაში რომ მაგ ადამიანი უწმინდესი, უხუცესი, უპატიოსნესი ადამიანია. და მაინც ამ პატიოსან ადამიანებს, ამ ღირსეულ ადამიანებს რაფერ უნდათ რო შელახონ, რას ნახამენ, რა უნდა თქვან, იმნაირ რაღაცას მოიგონებენ, არა აზრურ, შორ აზრიდან, ჭკუიდან, ყველაფრიდან, რომ დასვარონ კაცი. ვერ დასვარეთ. ვერ გეღირსებათ მისი დასვა. იმიტომ წმინდას არაფერი სიბინძურე არ ეკარება. წმინდად რჩება და ვინც რომ ისვრის თვითონ იმან თავისი გამოაჟღერა. და ერთ გეტყვით კიდე და ეს კარგად ტელემაყურებლებმა მოისმინეთ, რასაც გეტყვით. მე საერთოდ იმ ხალხის არ მჯერა, რომლებიც ძალიან ჭიშმარიტობას ეძებენ. ძალიან მამდევნი არიან, მოდით მარტო სიწმინდე და სულ სიწმინდეზე ლაპარაკობენ და რაღაცა, ასეთი ხალხი რაღაცას თვითონ მალამენ. თუ გაჩხრიკავთ კარგად და ჩახვალთ კარგად და ჩაარჭობთ ნევს ადგილზე, გაიგებთ ბინძური ვინ ყოფილა და წმინდანი მართლა ვინ არის. მაშინ გაიგებთ როგორი ადამიანი ყოლია ამ შვენიერ სახელმწიფოს სათავეში პატრიარქის სახით ლაპარაკობ, მას გაუგზელდეს დღები და წლები. უსურვებ ჯანმრთელობას და სიკეთეს. და უსურვებ ჩვენ სახელმწიფოს წინ წასვლას, საქართველოს აყვავებას, მოდიდებას და სოფლიოში რომ ნამდვილი მისი ადგილი ნახოს საქართველო. ნამდვილი. ეს გეოსტრატეგიული ადგილი, რომელსაც ქვია საქართველო. სამწუხაროდ ეს არის ჩვენი სისუსტე. აქედან უდგება მტერი ყველა მხარედან საქართველოს და ეს არის ჩვენი სიამაყე და ჩვენი ძალაც. გამოვძებნოთ ის გზები, რომ ეს ადგილი აყვავდეს და მსოფლიოში ყველაზე ცნობილ ადგილად გადაიქცეს. საქართველო დაუბრუნდეს მის ძველ პერიოდს და ეს არ არის შორს. ნუ იტყვით შორს არის, ნუ იტყვით სიძმარია. თქვენ თუ დაიჯერებთ, სიძმრებიც გახორციელდება. თუ დაიჯერებთ. დაჯერვას რა უნდა? მოქმედება ივაშკაცეთ. ვიყოთ ადამიანები, ერთმანეთს გავუგოთ, ხარდაჭერილი ამოუდგეთ ერთმანეთს გვერდში. გასული გარეთ ჩვენ ებრაელები თუ სხვები, გარეთ მომუშავნე ქვეყანა ხალხი, იგივე ქართველები, სულ ყველანი გარედან საქართველოს მხარს უჭერთ. არა მარტო გარედან, ჩვენ ყველანი აქ ვართ და ვიქნებით. წასული და მომავალი უნდა დავაბრუნოთ და გავაერთიანოთ.